ჩვენ ვდგავართ ქუჩაში, ვაგრძელებთ ქუჩაში დგომას, არა მხოლოდ თბილისში, დედაქალაქის ცენტრში, არამედ სხვა ქალაქებშიც ჩვენთან მოქალაქეები, თანამემამულეები აპროტესტებენ უპირველეს ყოვლისა რას, აპროტესტებენ ბიზინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი, რასაკვირველია არის არჩევნები და სულ რომ არ გაეყალბებინა ბიზინა ივანიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად არ გაეყალბებინა, სულ რომ არ მიეწაცებინა მას ცალკე არჩევნები და ცალკე ხელისუფლება, იმის გამო, რომ კრიზისი არის ამ ქვეყანაში დამდგარი, ხელახალი ან რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიმართოს წესით, თუ ჩვენ გვინდა რომ ნორმალური განვითარების კალაპოტში დავბრუნდეთ, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი მოგეხსენებათ უზურპატორია. ის ქვეყნის არჩევნების გზით, ფსევდოდ ჩატარებული, გაყალბებული არჩევნების გზით ქვეყნის ხელისუფლების უზურპატორია და ის რაც საკვირველია, საკუთარი ნებით არ აპირებს ხელისუფლების დათმობას და რაც საკვირველია ის არ დანიშნავს საკუთარი ნებით არჩევნებს, როგორც კი იგრძნობს ის, რომ ძლიერად არის საკუთარი ნებით ის არჩევნების ხელახალ არჩევნებზე არ წავა. და ამ სიძლიერეს გაგიკვირდებათ და ბიზინა ივანიშვილი მაინც გრძნობს მიუხედავად იმისა, რომ არის საყოველთაო დაუმორჩილებლობა ბიზინა რუსის რეჟიმთან, ბიზინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან ამასაც განმართავ, რატო ვეძახი ეგრეთ წოდებულს. მიუხედავად ამისა, ბიზინა ივანიშვილი მაინც საკუთარ ცხენზე ზის, საკუთარ ეტლში ზის და მიაქანებს ამ ქვეყანას, გონია რა, იმედი აქვს რა, რომ ამ კრიზისებს ადრე თუ გვიან, როგორღაც და პირველ ყოვლისა რასაკვირველია ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით გადააგორებს. მას ვერ გაუგია, რომ რაც ფიზიკის კანონიც არის, ხო? რაც მეტ წინააღმდეგობას გვიწევს, მით მეტ წინააღმდეგობას ვუწევ და ვინ ვის, ეს ჯერ კიდევ გამოჩნდება. მაგრამ მე მაინც მიუხედავად იმისა კვლავ ვიმეორებ, რომ ბიზინა ივანიშვილის რეჟიმთან წინააღმდეგობა მიდის, საყოველთაო წინააღმდეგობა მიდის, მე მაინც მგონია, რომ ეს საყოველთაო წინააღმდეგობა ბოლომდე საყოველთაო ან ყველას მომცველი სულაც არ არის. დიახ, გამოდის პირობითად 100 კაცი და 1000 ვიშვიშებს. გამოდის 1000 კაცი და 10,000 ვიშვიშებს. აქ მოვიშვიშეები კი არ გვჭირდება ჩვენ რუსთაველის გამზირზე თუ ნებისმიერ ქალაქში თუ დედაქალაქის სხვა ლოკაციებზე. არამედ ჩვენ გვჭირდება ქუჩაში გამოსული, როგორ თქვა ახლა, აღასახელო ახლა რაოდენობა, მაგრამ მართლა 9 მილიონი მოქალაქე უწყვეტად. მუდმივი, ინტენსიური, დაუღალავი მიუხედავად კლიმატური პირობებისა დღეს სიცივეა, მშვიდობიანი პროტესტი არის ჩვენი გამარჯვების საფუძველი. დიახ, ჩვენ ვართ ქუჩაში 30-40-50,000 პრაქტიკულად ყოველ დღე, მაგრამ ეს ჯერაც არ არის საკმარისი, რომ ბიზინა ივანიშვილმა თავი მოსუსტებულად, მორხევულად იგრძნოს. ამიტომ თუ ბიზინა ივანიშვილი ჩვენ გვიპირისპირებს ძალას და ის გვიპირისპირებს ძალას და სულ რომ არ დაგვარბიოს იმ დღეს მაინც ძალას გვიპირისპირებს ის, ჩვენ ყოველდღიურად უნდა გამოვიდეთ გაცილებით მეტნი და როდესაც გადავავლებთ ხოლმე დედაქალაქის მასშტაბით რუსთაველზე გამოსულ რაოდენობას თვალს და ამავდროულად ამ რაოდენობას დავადარებთ ჩვეულებრივ სხვა ქუჩებში გამოსულ რიგით მოქალაქეთა რაოდენობას, აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ გაცილებით ნაკლებია რუსთაველზე ვიყოთ გულახდიუნი, ვიდრე დედაქალაქის სხვა წერტილებში. ამიტომ მუდმივი, ინტენსიური, დაუღალავი და არა მოვიშვიშე, არამედ სწორედ რუსთაველის გამზირზე გასული მოქალაქეების პროტესტი, მუდმივი, დაუღალავი და ინტენსიური არის გარდაუვალი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. თუ ესეთი წინააღმდეგობა არ იქნება, ცოდვა გამხელელი სჯობს, რომ ჩვენ გამარჯვება
გაგვიჭირდება აქვე ვიტყვი, რომ არ უნდა გქონდეს მოლოდინი იმის თაობაზე, რომ ეს არის სპრინტი. ეს არის მოკლე დისტანციაზე ჩვენი რბოლა. ეს არის რეალურად, მოდი მაინც ესე ვიტყვი, საშუალო სიგრძის მარათონი, მოდი დროში მოვფარგლოთ ხო, გარკვეულწილად ვეცადოთ, მაინც ეს არის ორთვიანი, სამთვიანი მარათონი, რომლის ბოლოც აუცილებლად იქნება კეთილი, კვლავ ვიმეორებ, თუ ჩვენ დიახ, მე წამოვწდა სიტყვა მშვიდობიანად გავაპროტესტებ ბიზინა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების მიტაცებას მეთქი და ქვეყნის მიტაცებას მეთქი, მაგრამ მოდი ეს არ არის ბოლომდე ზუსტი სიტყვა. ჩვენ გავაპროტესტებთ ისე, რომ ბიზინა ივანიშვილმა დაუშვას შეცდომები და მერე ის იძულებული იყოს ძალას შეეჩეხება რა ჩვენსას და ამის იქ აღარ გავხსნით ჭხილებს. ის იძულებული იყოს დათმოს ძალაუფლება, კერძოდ დანიშნოს, ესეც საკამათოა, მან უნდა დანიშნოს თუ არა, მაგრამ ერთ წამს ასე ვიტყვი, დანიშნოს ხელახალი არჩევნები და ხელახალი არჩევნებში კი არ მიიღოს მონაწილეობა ქართულმა ოცნებამ, არ მიიღოს მონაწილეობა ქართულმა ოცნებამ, ან მიიღოს და წინასწარვე დათმოს ძალაუფლება. ამიტომ ჩვენი პროტესტი არის აუცილებელი. ახლა შეიძლება ერთი ჩანართი. ჩვენ მეს ადრეც მithქვამს, ჩვენ ძალიან ხშირად წაგვწდება ხოლმე, რომ ხელისუფლება არის ქართული ოცნებისა. ქართული ოცნების ხელისუფლება უწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს პაპუაშვილს, ანუ რეალურად პაპუაშვილი არ არის პარლამენტის თავმჯდომარე. კობახიძე არ არის პრემიერ-მინისტრი. ისინი ორთავენი არიან დე-ფაქტო მმართველები, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და ახლა გადავდივარ ევროპისა და განსაკუთრებით შეერთებული შტატების როლზე. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი პროტესტის ინტენსივობა განაპირობებს შეერთებული შტატებისა და ევროპის ტონის და პოლიტიკის სიმკაცრეს. თუ რუსთაველის გამზირზე იქნება 200 კაცი, რბილი და ლბილი იქნება ვაშინგტონი. თუ იქნება 400, ასევე რბილი და ლბილი იქნება. თუ იქნება 4000, რბილი და ლბილი იქნება, თუ 40000 იქნება გარკვეულწილად მკაცრი შეერთებული შტატები და ევროპა და თუ იქნებით 400000 იქნება თავიდან ბოლომდე ჩვენი ოღონდ. ჩვენი იქნება მეთქი ამას რომ ამბობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გასაკეთებელს ისინი გააკეთებენ არა უკრაინაშიც კი, რომელიც ცხელობშია რუსეთთან და ჩვენ ომში ვართ რუსეთთან დასაკვირველია, უკრაინაშიც კი უკრაინელებმა უნდა შექმნან თავისი ქვეყანა და ჩვენი ექსკლუზიური ვალდებულება შევქმნათ ჩვენი ქვეყანა და არა ევროპა ამერიკისა, ბარემ ამასაც ვიტყვი. ერთ წუთში დაგიბრუნდებით, სუსტად მე კარს მივკეტავ თქვენის ნებართვით. ცოტა უცნაური ვიდეობლოგი გამოვდის, ხო, კარის მიკითხვის ჩათვლით, მაგრამ მომიტევებთ. ამ მდგომარეობაში, საგანგებო მდგომარეობაში გვიწევს ჩვენ მუშაობა, აქედან გამომდინარე მცირედი ესეთი ხარბეზებისაგან დაზღვეული არა ვართ. აქედან გამომდინარე მე ვაგრძელებ. დიახ, ეხლა შეიძლება ევროპისა და ამერიკის როლს. ფინანსური სანქციები არის გარდაუვლად აუცილებელი. მაგრამ ფინანსური სანქციები, რაგვარია ის ხარებაზე, ხო? ან მეორე როა ლაგაზაური თუ არ ვწდები, ან ნებისმიერ პოლიციელებზე მაგრიცკის სიით ვინც გავა, ხო, ვინც არ ადამიანის უფლებებს არ ყვებდა, ანუ მათზე, ხო, არაფერს არ წყვეტს. ბიზინა ივანიშვილს აქვს საკმაოდ კარგი სისტემა ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვითაც ის cash pools არიგებს ამ ლაგაზაურებზე თუ ხარებებზე თუ რიგით თუ არა რიგით პოლიციელებს. ამიტომ ფინანსური სანქციები ერთია, სავიზო სანქციები მეორეა, ამაზეც ვიტყვი ორი სიტყვას დამატებით და მესამე არის სასაკვირველია ფინანსური სანქციები პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. ეს არ ნიშნავს, რომ კობახიძე ფერსდას შეიცვლის. ეს არ ნიშნავს, რომ კალაძე აღარ იქნება რუსეთის აგენტი. იქნება ერთიც, მეორეც, მესამეც, მეოთხეც თუ 51-იც, მაგრამ ეს იქნება მარხუში მათ კისერზე და ეს მარხუში ჩვენ შეგვეხიდება, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს 300, 400, 500, 1000, ვისაც გვინდა ამ ქვეყნის შექმნა, გამოძერწვა, ჩამოყალიბება, ფორმაქმნადობა, ჩვენ შეგვეხიდება, რომ ვიყოთ არა მოვიშვიშეები, სხვადასხვა
ლოკაციებზე დედაქალაქისა თუ სხვა ქალაქებისა არამედ რუსთაველის გამზირზე იყო თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიამდე, თავისუფლების მოედნიდან თუნდაც რესპუბლიკის მოედნამდე და არა თავისუფლების მოედნიდან ჭიდროდ მარიოტამდე თუ მაქსიმუმ ოპერამდე, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი, უნდა გაიმიჯნოს ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, ევროპა ამ გადაწყვეტილებამდე მივა უკვე ხვალზეგ და მე უკვე 19-20-ში. ხვალზეგ არის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ევროპის კავშირში და უკვე 19-20-ში არის სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრა. მაღალზე მაღალი ალბათობით და ეს კარგია, შენი პოზიცია ეს არის, ქართველ ხალხს კი არ დაუწესებენ სანქციებს უვიზო, მიმოსვლას კი არ შეუჩერებენ ქართველ ხალხს, არამედ დაუწესებენ სანქციებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ჩვენი მისია არის სწორედ ეს რომ ევროპას დავანახოთ პოლიტიკოსების პირველ ყოვლისა რომ ჩვენ ცალკე ვართ ქართველი ხალხი დიახ ჩვენს შორის არის ძალიან ბევრი ვინც ნაწილი რომელიც უჭერს ამ რუსულ ხელისუფლებას მხარს და ესე გამოხშირვა ალბათ ვერ გამოვა ამიტომ არც ერთი ჩვენგანი არც მეოცნებეები და არც ანტი ოცნება წარმომადგენლები ქართული საზოგადოებისა არ უნდა დაისაჯონ, მაგრამ აი კალაძეს უნდა დაუწესდეს ფინანსურ კალაძეს, კობახიძეს, ფინარაძეს და სხვებს უნდა დაუწესდეთ ფინანსური, სავიზო სანქციები, გადაადგილების შეზღუდვა უნდა ქონდეთ და ასე შემდეგ და კონფისკაცია უნდა მოხდეს ქონებისა, პირველ ყოვლისა რასაკვირველია ბიზინა რუსისა. ეს რომ გავიგოთ. აქედან გამომდინარე ევროპისა და ამერიკის როლზე ვისაუბრეთ ახლა ჩვენ. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს როლზე, მუდმივი ინტენსიური დაუხალავი აქციების აუცილებლობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს არ იქნება სპრინტი და ეს იქნება მარათონი. ხო, ეხლა შეეხება იმას იმ თემას, რაც აპირებს ბიზინა ივანიშვილი. ბიზინა ივანიშვილი მოსკოვის FSB-ს დავალების შესასრულებლად გამოჩნდა ეს სლოგანიც, აპირებს მთლიანად ჩამოშალოს მთლიანად ქართული სახელმწიფო ორგანიზმი. გულისხმობ არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლას, ანუ დეინსტიტუციონალიზაციას, რაც არის FSB-ს მოთხოვნა, არამედ ეს გულისხმობს მათ შორის ფინანსური სექტორის ჩამოშლასაც. უყურეთ რა ხდება. როგორც კი ფინანსურ სანქციებს დაუწესებენ, შესაბამისად კომერციული ბანკები, ალფაბეტის მიხედვით არ ვიცი, მაგრამ უხეშად TBC, საქართველოს ბანკი და სხვები ვალდებულნი არიან შეასრულონ საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოყოლილი არსებული რეგულაციები. TBC, მაგალითად, SWIFT-ის გაჩერება, გადარიცხვა გადამორიცხვების გაჩერება, ქართულს კი ვალდებულია წესით. მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ხომ ის მონსტრია, რომელიც ქართულ ბანკებს მიაწვება, პირველ რიგში ასაკვირველია ქართულ ბანკს და ლიბერტი ბანკს და სხვებსაც, მიაწვება და ამას არ გააკეთებინებს. როგორც კი ამას არ გააკეთებინებს, ბიზინა ივანიშვილი ხისიერად საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცევა უშუალოდ ეს კომერციული ბანკები. ბიზნეს ეს ფეხებზე კიდია. ის აგორებს გარკვეულ პიარს, როგორ ებრძვის გლობალური საფინანსო, გლობალური პოლიტიკური თუ ომის პარტია მას და ქლიანთ ქვეყანას, მაგრამ ეს ხომ ესე არ არის. ამიტომ ბიზინა ივანიშვილი ეცდება რომ ჩაითრიოს, გადაიხოლოს ფინანსური სექტორი. ფინანსურ სექტორზე, როგორც უმხარეს სახელმწიფოებრივ ფუნდამენტზე, რომელიც ხვედრითი წილიც საქართველოს ეკონომიკაში არის 40-50%, ძალიან ბევრი ვინმე და რამე არის დამოკიდებული, მაგალითად ტურისტული ბიზნესი, მაგალითად სამშენებლო ბიზნესი, მაგალითად ნავთობის იმპორტის ბიზნესი, მაგალითად ფარმაცევტული ბიზნესი, სხვადასხვა ბიზნესები ჩამონგრევას აპირებს. ამიტომ თითოეულ ჩვენგანზე, TBC-ზე, საქართველოს ბანკზე, პირველ ყოვლისა, როგორც უმსხვილეს ორბოთამაშეზე, გადის პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის გადარჩენისა. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ბიზინა როგორც კი მიაწვება, მიაფუშინგებს ბანკებს, ხისვე დაიწყება, რაც არ უნდა ყიდოს მერე რუსმა აგენტმა, ნათია თურნავამ დოლარი, ანუ ჩვენი სარეზერვო ფონდები, რეზერვები დოლარისა. ხო, და კატასტროფული რაოდენობით გაყიდა, იცით თქვენ და ამით შეინარჩუნეს ეს კურსი, მაგრამ როდემდე ჩამოინგრევა ლარიც კი. და მე შესაბამისად კრედიტის დაფარვის უნარო იქნება როგორც კერძო პირი ტაბლიაშვილი, ისე რასაკვირველია კომპანიები. ანუ ეს მთლიანი დეინსტიტუციონალიზაცია როგორც სახელმწიფო
ისე კერძო სექტორის თლიანი ჩამონგრევა არის ბიზნეს მისია. ბიზნესი ამას აპირებს, რომ რუსებისთვის ეს იყოს იოლად მოსახელთებელ მოწყვლადი ქვეყანა, რომელსაც მერე ქვეყანაც არა ტერიტორია, რომელსაც მერე ტერიტორიად ჩაავლებს, კლანჩებს რუსეთი და მერე ჩამოანგრევს კი ჩამონგრეული იქნება და დაეპატრონება, ასე ვიტყვი ტერიტორიას როგორც ასეც. ამიტომ პრინცი ყველაზე, უკლებლივ ყველაზე რიგით არ ვაკეთებ ასაკვირველი არავის, რიგით ჟურნალისტზე, დამლაგებელზე, მეპურეზე, ინჟინერზე, სპორტსმენზე, პოლიტიკოსზე, ხელოვნების წარმომადგენელზე, ბიზნესის წარმომადგენელზე, სამღვდლო პირზე, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელზე, მძღოლზე, ტაქსის მძღოლზე, ნებისმიერ ჩვენგანზე, სტუდენტზე გადის წინააღმდეგობის ფრონტი. ჩვენ ვართ ახლა მთავარი პოლიტიკოსები. არა ხაზარაძე, ვაშაძე, ბოკუჩავა, ბადრი ჯაფარიძე, გია ჯაფარიძე, ზურა ჯაფარიძე, არა, მეგობრებო. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ჟურნალისტები, მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები, ტაქსის მძღოლები, სტუდენტები, ლექტორები, მასწავლებლები, ექიმები, ინჟინრები, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები ქუჩაში რომ არის მოქალაქე და ყიდის პამიდორს, ისიც არის დღეს თავარი პოლიტიკოსი არ ვუტრირებ. დიახ, ჩვენზე გადის წინააღმდეგობის ფრონტი და ერთი ჩვენგანის ხმა შეიძლება იყოს გადამწყვეტი იმისთვის, რომ ბიზინა ივანიშვილი როგორღა ანუ რუსეთი როგორღაც შევაჭეროთ. ეხლა თავარი კითხვა, ან ერთ-ერთი თავარი კითხვა, ეს სულაც არ არის თავარი კითხვა, მაგრამ მაინც დავსვათ ეს კითხვა, როგორ ვიცავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ეს ენი აპირებენ კი არა უკვე არჩეული ცეყოლებად, ვინმე მე ვიდეო ბლოგს ვწერ, ამუციგნური უდიპლომო ყაველაშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად. ყველა პაპუაშვილი, კობახიძე და სხვები ისინი არიან რეალურად უზურპატორები. ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ მათ დაარქვან დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე, დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი, თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, ბიზინა ივანიშვილი რუსის აგენტი შნირი, დაწკდელოთ ის დაარქვით, როგორც არ უწოდოთ პარლამენტარი, დეპუტატი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი. ის თანამდებობები, იმ თანამდებობების მიხედვით არ მოიხსენიოთ ისინი, რომელთა სკამებიც მათ მიისაკუთრეს, მოჭდნენ უბრალოდ ამ სკამებს. მაგრამ ეხლა ეს არის ერთი, ეხლა მეორეა, რომ ჩვენ გვყავს რეალურად არჩეული პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნებით. თუ უკანონო პარლამენტიც ირჩევს მიხეილ ყაველაშვილს, როგორც ხმოსნების ერთობა, შესაბამისად ან უკანონო არჩევნების უკანონო პარლამენტი უკანონოდ ირჩევს პრეზიდენტს, ანუ მიხეილ ყაველაშვილიც დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრია, გაგიკვირდებათ და ჩვენ აღარ გვრჩება სამართლებრივი გზა, ამასაც ოდესმე ვიტყვი, დღეს ვერა. სამართლებრივი გზა არ გვრჩება ამათთან შეპირისპირებისა, ხო, არ გვრჩება. კარგი. დე-ფაქტო პრეზიდენტი იქნება მიხეილ ყაველაშვილი. ასეა, ასე. ამიტომ ესე უნდა მომიხსენიოთ. ეხლა პრეზიდენტ ზურაბიშვილი თუ დე-იურე პრეზიდენტია და დე-იურე პრეზიდენტად დარჩება, მიუხედავად იმისა, გამოუშვებენ თუ არა სასახლიდან. ჩვენ ის უნდა დავიცვათ როგორმე. და კონკრეტულად დავიცვათ სასახლეშიც. კერძოდ 28-ში თუ 29-ში ესენი აპირებენ რომ გამოასახლონ სალომე ზურაბიშვილი. მე არ ვიცი. დღემდე არ ვიცი. საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ის გამაგრდება თუ არა სასახლეში, ჩაუჭრა გაზი, ჩაუჭრა ელექტროენერგია, ჩაუჭრა წყალი, მიუშვან სპეცრაზმი და გამოიყვანონ კადრისთვის. ისტორიულ კადრს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, კადრისთვის არის უზარმაზარი მნიშვნელობისა ის, რომ ძალით გამოიყვანენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს. მეცაც გეტყვით, კი მოდი შევთქვათ თუ სალომე, რამკვე თუ დაგიჭერენ საქართველოს ისტორიისთვის, რომელიც აუცილებლად დაიწერება და რომელშიც რაც საკვირველია ბიზინა ივანიშვილი მოხსენებული იქნება როგორც სერგო ორჯონიკიძეზე უარესი ლიდერი, პოლიტიკოსი თუ ბანდიტი, ხო? სწორედ თქვენი გამოყვანა, სხვა სიტყვას არ ვიხმარ, არის აუცილებელი, რომ მომავალმა თაობებმა გაიგონ, მომავალმა თაობებმა შეიგრძნონ, რამხელა წინააღმდეგობას ვუწევდით ჩვენ ბიზინა ივანიშვილს, ანუ რუსულ რეჟიმს. ამიტომ ჩვენი მისია, როგორ ვიცავთ პრეზიდენტს, ამ კითხვაზე რო გავცეთ პასუხი არის ამგვარი. ჩვენ უნდა ვიყოთ იმ პატარა მოედანზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ თუ გარშემო
9 აპრილის ბაღის ქვედა ტერიტორიაზე, ასე ქვია ხო, 9 აპრილის ბაღი. და რამდენი ხანიც დაგჭირდება, იმდენი ხანი უნდა დავიცვათ. მაგრამ თუ ძალით მაინც გამოიყვანენ პრეზიდენტს, ხო, მაშინ ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად ქუჩაში და გავაგრძელოთ ეს წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის რუსულ რეჟიმთან. მე აქვე გავიხსენებ ერთ კაცს, ეს არის გენერალ-მაიორი გიორგი ალექსიძე. მე მეორეჯერ შემხვდა მისი მიმართვა, ამჯერად თუ არ ვცდები დიპლომატებისათვის, საერთაშორისო დიპლომატებს, უცხოეთის ქვეყნების დიპლომატებს გულისხმობ, რომელშიც გენერალ-მაიორი ითხოვს, რომ მათ საერთაშორისო საელჩოების წარმომადგენლებმა ან წარმომადგენლებმაც დაიცვან პრეზიდენტი ზურაბიშვილი. როდესაც საუბრობთ თემაზე ევროპისა და შეერთებული შტატების როლი, მათ შორის ესეც იგულისხმება, გარდა სანქციებისა, მათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, ქვეყნებს აქვთ ეს მისიაც დაიცვან ჩვენთან ერთად პრეზიდენტი ზურაბიშვილი. როგორ უნდა დაიცვან ამაზე მეც მაქვს შემოსაზრებები, ოდნავ მოგვიანებით კი არა, დღეს არა, რამდენიმე ხანში და აქვე ვიტყვი ერთ რამეს ხიად. კონტექსტი ჩემი საავტორო გადაცემა ფორმულაზე იცით, რომ 2 დღე, 2 კვირა არ არის თუ 3 კვირა არ არის ეთერში, არც დღეს იქნება, მაგრამ აი 21-ში კი ჩვენ დავბრუნდებით ეთერში და მე ვეცდები, რომ ჩემი სტუმარი იყოს სწორედ ბატონი გიორგი ალექსიძე, გენერალ-მაიორი. მე მას არ ვიცნობ. მაგრამ თუ ის თანახმა იქნება ინტერვიუზე, მე მას გავიცნობ და ამ საკითხზეც ვესაუბრები, მას როგორ წარმოუდგენია უშუალოდ ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი. იქნება და უფრო მეტი თქვას მან იმაზე მეტი, რაც თქვა ერთ-ერთ გამოცემასთან კომენტარისას თუ გამოცემაში გავრცელებული განცხადების ფარგლებში. და შევაჯამოთ. მუდმივი და ინტენსიური დაუღალავი აქციები, 300,000 კაცი და არა მოვიშვიშეები 300,000 და ქუჩაში 30,000. ხო? უნდა იყოს ბიზნე ივანიშვილთან წინააღმდეგობის წინახაზი. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდებზე, რასაკვირველია, და დავაშვებინოთ ბიზნე ივანიშვილს შეცდომა. დავაშვებინოთ, იმიტომ რომ ის შეცდომას დაუშვებს, იმიტომაც რომ ესეთი შლეგია და გიჟია, მაგრამ გარდა ამისა შეცდომას დაუშვებს, იმიტომ რომ ის სუკსუკან შეცდომიანი და დამნაშავე რუსეთია. მათ უნდათ საქართველოს საზოგადოების პროტესტის ხმის ჩახშობა და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, ოღონდ ვერ ჩახშობენ. მესამე, ჩვენი მისია ბიზნე რუსი რასაპირებს და დეინსტიტუციონალიზაციას აპირებს. ჩვენი მისია არის წინააღმდეგობა. ევროპისა და შეერთებული შტატების როლი არის, რომ დაასანქცირონ მათ ცალკეული თანამდებობის პირები, ხელისუფლების უზურპატორები, მიმტაცებლები, ეს ჩვენ შეგვეხიდება საქმეში და ეს საქმე არის ჩვენი გასაკეთებელი. ეს იყო სწორი აზროვნება, მე მაღალი ალბათობით აქციიდან დაგიბრუნდებით.